ხშირად გვსმენია ასეთი წამიკითხავს გვსმენია, რომ აი ჩვენს წინაპრებს საერთოდ არ ქონდათ სექსუალური განათლება, მაგრამ მრავლდებოდნენ. როგორ აუხსნათ და ჩვენს მაყურებელს რისთვის არის საჭირო სექსუალური განათლება? ეხლა ეს ზოგადად რა დონეზეა? არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, არავის საერთოდ ჩემგან შორს არის ეს არაკორექტულობა, იცის ეს ყველა ვინც მიცნობს ვისაც გაუგონია ჩემზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა არ შემიძლია არ ვთქვა რა, რომ აი ეს არგუმენტი, რომ ჩვენი მამაპაპების დროს არ იყო სქესობრივი განათლება და ძალიან კარგად მრავლდებოდით ჩვენო, განკუთვნილი არის გონება ჩლუნგებისთვის, გონება სუსტი, ასე ვთქვათ, აუდიტორიისთვის. მოდი ახლა ნუ გავჩერდებით, რამდენია ეს? მთელ მსოფლიოში ბევრია. ჩვენთანაც არანაკლები, რა ვთქვათ, ესე კორექტულად. რატომ? აი მაგალითად ეგ შეიძლება თქვას, აი ხოშიანად მრავლდებოდით ჩვენ, არც სქესობრივი განათლება იყო და არც არაფერი არ იყო, შეუძლია თქვას ინდოელმა, ჩინელმა, რომელსაც სტატისტიკაც უმაგრებს, აზერბაიჯანელმა, ხო? მიუხვისაითაც მითხრა. სპარსელმა და ასე შემდეგ, არაბმა, ქართველმა. რა მაგრა გამრავლდით, ხო? ნუ ეს არგუმენტი არის, აი გონებაჩლუნგ აუდიტორიაზე გათვლილი. იაფფასიან, ასე ვთქვათ, ვითომ ცრუ ტრადიციულ ღირებულებებზე, რა, ვითომ ესე იგი ტრადიციულ ღირებულებებს არ შეესაბამება ეწინააღმდეგება სქესობრივი, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობა და სქესობრივი განათლება. კი, მაგრამ სქესობრივი განათლებას ვინ ყურირებდა ჩვენი მამაპაპების დროს? ეს იციან ეს აი ამ ეგრეთ წოდებულმა ცრუ პროპაგანდისტებმა? სამღვდელოება. მამაოსთან არ მიდიოდა, ყველა და ეკითხებოდა, აბა როგორ, აბა რანაირად. ლიტერატურა გავიხსენოთ ჩვენი. რომელი ერთი? არ იყო მაშინ ექიმი სექსოლოგი, მაგრამ იყვნენ ნამდვილი მღვდელმსახურები. ხალხის ერთგულები, ვინც ხალხთან ერთად იყვნენ. და პოლიტიკა არ აინტერესებდათ. აინტერესებდათ ხალხის ბედიღბალი, ერის ბედიღბალი და თუ გადაარჩინა ქართველი ერი ვინმე, მაგან გადაარჩინა, თორე კარგად არასდროს არ მრავლდებოდით ჩვენ. ყველი ეგა.